გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო და დღესაც ისევ მინდა ვითომ არანაცების, მაგრამ ჩვეულებრივი სუფთა სისხლის ნაცების გადაცემიდან განახოთ ძალიან პატარა მომენტი, მოკლე მონაკვეთი, ამ გადაცემას ხია 2 ცეცხლს შუა და ორი ახალგაზრდა უთავმოყარეო კაცი ზის და მიყავთ ეს გადაცემა. არა, ჩვენ ნაცები არ ვართ, ჩვენ ნაცები ბძულს. არა და ჩვეულებრივი ნაცების ჩაჯმულის წმენდავები არიან. და ელისაშვილი ყავთ სტუმრად მიწვეული. ალეკო ელისაშვილი და ვნახოთ ძალიან მოკლე მონაკვეთი და მე გავაგზავნე. ეს ანტიკოცი ვარ ორჯერ მეტად, იმიტომ რომ რაც აბიჟნიკობა სააკაშვილის გადა აბსოლუტურად გადა გდანის პროცედურა დაკეთებენ უკვე ვეღარ აკეთებენ. არა, ეხლა გდანში რაც გააკეთეს, მაგას ჭკუა არ ქვია. გდანის ციხეში რომ პატიმარს აწამებ, თან მარტო იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ფულს არ აძლევს, რომელიც არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. გდანის ციხეში რომ ბჟავდებულს აწამებ, დურაკი ხარ. ორი პატიმარი ბაჩიაშვილი და ის მეორე ბიჭი ჩიკვეძე ორივე ეწელს შიზის. ამათ რანამუსი რითი მოსული ხარ. გდანის ციხეში ერთადერთი რაც იყო რომ აი ესენი ხო ხალხს აწამებენ და ეს სამი პიტალო ჩვეულებრივი უნამუსო ტიპები ზიან და თურმე აი გდანის ციხეში აწამებენ და იმას რომ ნაცებს გაასწრესო ადამიანების წამებაშიო და მოყავთ ორი ცალი ყვერის ბაჩიაშვილის და ჩიკვაიძის მაგალითი, რომ თურმე აი ორივე ეტლში ზის ისი აწამეს. არ მინდა ხომე შევიდინო, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებენ რა ეს პროჭები. ისე თქვენი დედას შევეცი, რამდენი ან ბაჩიაშვილი და ან ის რა ქვია ჩიკვაიძე წამების განარზიან იმ ეტლებში და რამდენი აი მაგათი ოცნება ის რომ მაგ ეტლებში იჯდნენ და როგორმე იქნებ იმდენს მიაღწიონ რომ გადავიდნენ საავადმყოფოებში და იქ მოიხადონ სასჯელები და ეს ჩიკვაიძე პირდაპირ იძახდა კაცო რომ მიშა როზისო იმ საავადმყოფოში წამიყვანეთ მეც იქ მინდა მოხდავ. ვერც ერთ ფაქტს ვერ დადებენ, ვერც ელისაშვილი და ვერც აი ეს ორი ყვერი და ვერც ვერავინ ვერ მოიტანს ვერც ერთ ფაქტს რომ ან ჩიკვაიძე აწამეს ის აფერისტი ჩიკვაიძე. ჩიკვაიძე არის ჩვეულებრივი აფერისტი თაღლითი ტიპი, რომელიც ადამიანების გადამგდები იყო, არანაირი ბიზნესი მაგას არ გააჩნდა. ვერავინ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს და ვერაფერს იმისა, რომ ეს ვიღაცა გიორგი ჩიკვაიძე იყო ბიზნესმენი, არანაირი ბიზნესი არ ქონია, ვერანაირ რომას ვერ წარმოადგენენ და ვერანაირ ვერაფერს. ჩიკვაიძის ბიზნესიდან ჩვეულებრივი თაღლითი გადამგდები ტიპი იყო, რომელმაც ააყირავა ვიღაცები გადაყარა ფულში. მერე რომ მიხვდა რომ ცუდად ქონდა საქმე, მიეტუზა პროჭნაცებს და ნაცი ვარ ნაცი და იმიტომ იჭერენ. იგივე ბაჩიაშვილმაც, ხო? და მე ამაზე მithქვია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავის არც ბაჩიაშვილი, არც ჩიკვაიძე არ უწამებია ციხეში. ამის ფაქტს ვერავინ ვერ მოიტანს, შანსი არ არის ამის. ბაჩიაშვილს რაც შეემთხვა, ეგ არ უნდა უკვირდეს არც ბაჩიაშვილს და აი ამ სამ პიტალოს მიმართავდი რა, რომ აი თქვენ რო ეხა მან ზიხართ და რაღაცებს ვითომ აი როგორ გაასწრეს ქოცებმა ნაცებს ადამიანების წამებაში და ვითომ რო ნაცები არ ახართ და არა და ჩვეულებრივი ნაცების რუპორები რო ხართ, თქვენც უნდა იცოდეთ რომ ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ნებისმიერ რამეზე, აი ნებისმიერი თქვენთაგანი რომ მოხდეთ გინდა გდანის ციხეში და გინდა ზონაზე და მოკლედ სადაც გინდა იქ საპატიმროში თქვენც იცოდეთ რომ ძალიან დიდი შანსია იმისათვის აი რასაც აკეთებთ აი პროჭების გვერდით რომ გახართ რომელი პროჭებიც არიან ნაცები და იმათი დამპრავებლები რო ხართ და რაღაცა ვითომ ნაცების და ოპოზიციის კაიკაცობაზე რო ლაპარაკობთ თქვენც თუ მოხვდით საპატიმროებში აუცილებლად იცოდეთ რომ თქვენც დაგიძახებენ ან თქვენთან კამერაში შემოვლენ ან კამერიდან გაგიყვანენ და გეტყვიან რომ სირო შენა იქ რო იჯექი და რაღაცებს რო ნაცების წისქვილზე რო წყალსასხავდი და ნაცებს რო აპრავებდი არ მოსულა ეგ. მერე გეტყვის რატო არ მოსულა, აგიხსნის, დაგილაგებს ყველაფერს და მერე მოგიტრიალდება და გაგიხებს თავს და მერე დაიწყებ ტყუილის რომ ოცნება გვაწამებს ციხეში და რაღაცებს გვიშვება.
უსინდისოები ხართ რა ეს სამი კაცი სამი ვიღაცა ახალგაზრდა არის ჩვეულებრივი უსინდისო რომლებიც ვიღაცა გოიმებზე აკეთებენ გათვლას ბავშვებზე და გოიმებზე რომ აი თურმე ისე ხატავენ რომ დედა გდანის ციხეში თურმე რა ხდება თქვენ დედამოწყნულებო ყველა ამ ქალაქში ცხოვრობთ და ამ ქვეყანაში და ზოგის ძმაკაცია იქ და ზოგის ნათესავი და ზოგის მეზობელი ხუთიანზე ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება და მშვენივრად ზის იქ ადამიანები და ძალიან კარგ და ნორმალურ პირობებში იხდიან სასჯელს და არც არავინ არ ცემს და არც არავინ არ აწამებს არავის და არც არავინ არანაირი პრობლემა არ გააჩნია. პრობლემები ვისაც გაქვთ თავისუფლებაზეც და ციხეშიც ეს ხართ თქვენი ნაცები და კი უნდა იცოდეთ რომ ნაცი რო ხარ დედამოწყნული და რომ მოხვდები ციხეში დედა გაქვს მოწყნული და შენ იქ ოცნება და პოლიცია ვეღარ გადაგეფარება რომ ვიღაცეები შეაკავონ რომ დედა არ მოგიტყრა. კი ციხე არის ციხე, საპატიმრო არის საპატიმრო და იქ რომ მიდიხარ ნაცი რო ხარ, ნაცი აი თქვენნაირი ვიღაცა პროჭი რო შევა ციხეში, კი დედა აქვს მოწყნული. აუცილებლად ვიღაცა მოსთხოვს და ჭიქასაც დაამტვრევს თავზე და კბილებსაც ჩამოუღებს. ასე რომ ეს არის ვისი თქმაც მინდოდა აი ელისაშვილი ყვერი და ეს ვიღაცა ორი კიდე და თურმე აი ოცნებამ როგორ გაასწრო ადამიანების წამებაში ხალხს ოცნება რომ ხალხს აწამებდეს და დედას უყნავდეს პირველი თქვენ მოგადგებოდა და თქვენ მოგიტყნავდათ დედას და რავი დაგიჭერდათ კიდევაც გაწამებდათ კიდევაც და მოგტყნავდათ კიდევაც როგორც თქვენი გმირი და თქვენი მამა მარჩენალი მიხეილ სააკაშვილი ეკცეოდა ადამიანებს ქართული ოცნების ხელისუფლება რამე აი რა ერთი ნამცეცით მაინც რო გავდეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას აი მაგ სტუდიაშივე დაგიმთავრებდნენ ყველაფერს 1.5 კილო კოკაინს ამოიღებდნენ მაგ სტუდიიდან და აი თქვენ წამყვანებიან ელისაშვილიანად გაგიშვებდნენ კურორტზე და მე იქ ნახავდით თურმე როგორი შედარება ისა ოცნება და ნაცები. თქვენი დედას შევეცი და ყველას დედა მოვტყან, ვინც ნაცების ბოროტებას ადარებს ქოცების ბოროტებას. თქვენ ყველა ხართ ან მართლა იდიოტები და დეგენერატი და დებილები, ან ხართ ჩვეულებრივი დედამოწყნულები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობთ, რომ ადამიანები შეიყვანოთ შეცდომაში და ისე დაუხატოთ, რომ თითქოს ნაცები უფრო დიდი ქოცები უფრო დიდი ბოროტებაა და ხალხის წამებლები არიან და ჯალათები, ვიდრე ნაცები. სწორედ ამის გამო ხართ საგინებლები და სწორედ ამის გამო თუ მოხვდებით საპატიმროებში, აუცილებლად მოგხვდებათ ყურისძირებშიც, კბილებშიც და თავპირშიც და რა ვიცი. ეს არის ისი თქმაც მინდოდა აი უსინდისო ტიპებთან დაკავშირებით, რომ ზიანიკ და ტიპობენ და ვითომ და აი ხალხო მოგვისმინეთ რა ეგრე არ არის რა ქოცებმა გაასწრეს ნაცებს ბოროტებაში ისე თქვენი დედა მოტყან